გუშინ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ანა ბაქანიძის რიგით მეორე წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ახალგაზრდული მოძრაობის ქრონიკები საქართველოში ასე ქვია წიგნს, რომელიც გასული საუკუნის 9 მარტის, 14 აპრილისა და 9 აპრილის მოვლენებს ეხება. იმ ადამიანების ზეპირი ისტორიები, რომლებიც მნიშვნელოვანი მოვლენების შექმნის ავტორმა ერთ წიგნად შეკრა. კრებულში ასევე შესულია შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ჯავახიშვილის უნივერსიტეტში დაცული უნიკალური საარქივო მასალები. წიგნში იური მეჩითოვისა და ბადრი ვადაჭკორიას საინტერესო ფოტომასალაცაა წარმოდგენილი ახალგაზრდული მოძრაობის ქრონიკები საქართველოში, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით გამოიცა. ეს არის მცირე გრანტების მიმართულებით დაფინანსებული პროექტი, რომელიც მოიცავს 56 წლის 9 მარტის, ასევე 79 წლის 14 აპრილისა და 89 წლის 9 აპრილის სამოქალაქო მოძრაობის ქრონიკებს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასე ერთად ერთ სივრცეში იქნება წარმოდგენილი ეს ისტორიები და ვფიქრობთ, რომ კარგი მასალა იქნება სამომავლოდ უახლესი ისტორიის მკვლევრებისთვის.